გამარჯობა. დღეს ჩვენს წინაშეა მასალების დასტა, რომელიც შენ გამოგვიგზავნე ქალის სექსუალურ ჯანმრთელობაზე. ძალიან საინტერესო თემაა სხვათა შორის. კი, ნამდვილად. მთავარი ავტორი, რომელსაც ეს წყაროები ერყნობა, არის ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი. და იცი ამ მასალების კითხვისას ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ქალის სხეულის რაღაც შინაგან საიდუმლო რუკას უყურებდი. კარგი შედარებაა, რუკა. ხო. და ჩვენი მისია დღეს არის, რომ ამ რუგას ერთად გავყვეთ. ვნახოთ, რა იმალება ერთი შეხედვით მარტივი ფრაზის სექსი აღარ მინდა მიღმა. კი ბატონო. იმიტომ რომ ხშირად ლიბიდოს უყურებთ როგორც რაღაც ჩამხთველს, ანუ ან ჩართული, ან გამორთული. კი, სინამდვილეში კი, როგორც შენი მასალებიდან ჩანს, ეს უფრო კოქტეილს გავს, სამი მთავარი ინგრედიენტით. ანუ, რას გეუბნება სხეული ჰორმონების ენაზე, რა ხდება შენს თავში, ანუ ფსიქოლოგია და როგორ გზნობ თავს ფიზიკურად. თუ რომელიმე აკლია, კოქტეილის გემო ფუჭდება. მოდი ყველაზე იდუმალათი დავიწყოთ. ჰორმონებით? დიახ, ჰორმონებით. კი ბატონო, დავიწყოთ. წყაროებში წერია, რომ როცა ქალი სურვილის დაქვეითებას უჩივის, პირველი, რასაც აბრალებს, დაღლილობაა. მაგრამ კულისებში, როგორც ჩანს, ბევრად რთული ბიოქიმიური ორკესტრი უკრავს. ზუსტად. რომელია ამ ორკესტრის მთავარი სოლისტი? რამდენიმეა, მაგრამ მოდი ყველაზე მოულოდნელით დავიწყოთ, რაზეც შენი წყაროები ამახვილებს ყურადღებას. კარგი. ტესტოსტერონი. ტესტოსტერონი. ერთი წუთით, ეს ხომ სტერეოტიპულად კაცის ჰორმონია. ხო, კლასიკური შეხედულებაა, მაგრამ ქალის სურვილისთვის ის იგივეა, რაც მანქანისთვის აქსელერატორი. მის გარეშე ძრავა შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ მანქანა ადგილიდან არ დაიძვრება. საინტერესოა. ანუ ეს პასუხისგებელია არა უბრალოდ სურვილზე? არა, არამედ სიამოვნების ინტენსივობაზე, ეროგენული ზონების მგრძნობელობაზე. გასაგებია, ანუ ტესტოსტერონი სურვილს აჩქარებს. და ვინ არის ის, ვინც ამ პროცესს საერთოდ იწყებს, ვინც ინტერესს აღვიძებს? ეს დოფამინია. წარმოიდგინე დოფამინი როგორც შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნება. ეს საინტერესო იქნება. აჰა. აი ის გრძნობა, როცა საყვარელ დესერტს ელოდები. ის არის мотиваცია და მოლოდინი. გასაგებია. რა თქმა უნდა, ამ ორკესტრში ესტროგენებიც უკრავენ. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, კორტიზოლი, პროგესტერონი და პროლაქტინიც კი. ერთი წუთით. პროლაქტინი. მე ის მხოლოდ ლაქტაციასთან, ანუ რძის გამომუშავებასთან მქონდა დაკავშირებული. რა შუაშია ლიბიდოსთან? ძალიან პირდაპირ კავშირშია. პროლაქტინი თავისი ბუნებით ლიბიდოს ანტაგონისტია. ანუ მტერი. ფაქტობრივად კი. როცა მისი დონე მაღალია, სურვილი ითრგუნება. ეს ბუნებრივი მექანიზმია, მაგალითად ზუძუთი კვების დროს, რომ ორგანიზმი ბავშვზე იყოს ფოკუსირებული. ლოგიკურია. მაგრამ თუ სხვა მიზეზითაა მომატებული, პირდაპირ ურტყამს ლიბიდოს. და აი აქ ვლინდება ყველაზე მთავარი, რაზეც შენი წყაროები საუბრობენ. ეს კავშირი ცალმხრივი არ არის. ესე იგი, ეს ორმხრივი ქუჩაა. ანუ, თუ ქალი სტრესშია პარტნიორის გამო, მისი ტვინი ფაქტობრივად უგზავნის სიგნალს სხეულს, რომ გამორთოს სურვილი. ზუსტად. წარმოუდგენლად ძლიერი კავშირია. შენს მასალებში მოყვანილია ერთი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. რომელი? 30-25 წლის ქალი, ლიბიდოს სრული დაქვეითებით. ანალიზებმა აჩვენა, რომ მისი ჰორმონები იდეალურ მდგომარეობაში იყო. აბა, პრობლემა რა იყო? პრობლემა აღმოჩნდა არა სხეულში, არამედ გარემოში. მეუღლის ფათოლოგიური ეჭვიანობა, მუდმივი სტრესი. გასაგებია. ეს ქრონიკული სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს, რომელიც თავის მხრივ ბლოკავს სექსუალურ ჰორმონებს. სხეული ამბობს, ჩვენ ახლა გადარჩენის რეჟიმში ვართ, გამრავლებისთვის არ გვცალია. ამიტომაც არ შველის უბრალოდ ჰორმონის მიწოდება, ემოციური კონტექსტია მთავარი. ზუსტად. გასაგებია, ესე იგი, შინაგანი კოქტეილი გარე სამყაროზე რეაგირებს. მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ შინაგან სამყაროს. როგორ იცვლება ეს ყველაფერი თვიდან თვემდე? წყარო მენსტრუალოს ციკლს უდიდეს საოცრებასა და სიმფონიას უწოდებს. ეს ნამდვილად სიმფონიაა, რომელიც გამრავლების ბიოლოგიურ ლოგიკას ემორჩილება. წარმოიდგინეთ ციკლი, როგორც წელიწადის 4 დრო. საინტერესოა. პირველი ფაზა – მენსტრუაცია. ეს არის ჰორმონალური ზამთარი. ზამთარი. კი. ყველა ჰორმონი დაბალ ნიშნულზეა, ენერგია ნაკლებია. ბუნებრივია, რომ ამ დროს ლიბიდოც მინიმუმზეა. და ზამთარს გაზაფხული მოსდევს, ხო? რა ხდება მენსტრუაციის შემდეგ? ზუსტად. იწყება ჰორმონალური გაზაფხული, ანუ ოვულაციამდელი პერიოდი. სცენაზე გამოდიან ესტროგენი და ტესტოსტერონი. ისევ ტესტოსტერონი. კი.
მათი დონე იწყებს მატებას. ქალი გრძნობს ენერგიის მოზღვავებას. განწყობა უმჯობესდება, კონცენტრაციის უნარი იზრდება და სურვილიც იღვიძებს. და ეს ყველაფერი პიკს აღწევს ზაფხულში, ანუ ოვულაციის დროს. დიახ, ოვულაცია, ციკლის შუა პერიოდი, ეს არის ჰორმონალური ზაფხული. განაყოფიერებისთვის საუკეთესო დრო. და ბუნების გენიალური ხრიკია, რომ სწორედ ამ დროს ლიბიდო პიკს აღწევს. ორგანიზმი ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რომ სექსი მოგინდეს ზუსტად მაშინ, როცა დაორსულების შანსი ყველაზე მაღალია. გასაგებია, მაგრამ წვეულება ხომ სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. რა ხდება ამ პიკის შემდეგ? წვეულების შემდეგ მოდის დალაგების დრო. იწყება ჰორმონალური შემოდგომა. შემოდგომა. სცენაზე გამოდის პროგესტერონი, რომელსაც მე ზენ ჰორმონს ვეძახი. მისი მიზანია ორგანიზმის დამშვიდება და მომზადება შესაძლო ორსულობისთვის. და ლიბიდო ციკლებს. ნელ-ნელა, კი. და ბოლოს, თუ ორსულობა არ დადგა, დგება ის, რასაც პრემენსტრუალურ სინდრომს, ანუ PJS უწოდებთ. აჰა. ორგანიზმი ხდება, რომ ორსულობა არ შედგა. ხდება ჰორმონების მკვეთრი ვარდნა. ეს იწვევს გაღიზიანებას, შფოთვას და, რა თქმა უნდა, ლიბიდოს მკვეთრ დაკვეითებას. და შემდეგ ისევ ზამთარი დგება. და ციკლი თავიდან იწყება. ესე იგი, თუ შენ ან შენი პარტნიორი ხასიათისა და სურვილების ამერიკულ მთებს ამჩნევთ, ეს შემთხვევითი არ არის. ზუსტად. ამის უკან ბიოლოგიური რიტმი დგას. და ამის ცოდნა ალბათ ბევრ გაუგებრობას აგვარიდებდა თავიდან. რა თქმა უნდა. შენს წყაროებშიც სწორედ ეს აზრია ხაზგასმული. როცა წყვილმა იცის ეს რიტმი, ბრალდება იცუნება გაგებით. შენ უყურადღებო ხარ, ნაცვლად ჩენდება აზრი. აჰა, ახლა ციკლის ის ფაზაა. კარგით, თუ მენსტრუალური ციკლი ასეთი ზუსტად აწყობილი საათია. რა ხდება, როდესაც ეს მექანიზმი ბუნებრივად იწყებს შენელებას? ვგულისხმობ მენოპაუზას. მენოპაუზა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ციკლის დასასრული. საკვერცხეების ფუნქცია ქვეითდება, რაც იწვევს ესტროგენის დონის კატასტროფულ ვარდნას. და ეს დომინოს ეფექტს იწვევს ალბათ. ზუსტად. ლიბიდოს დაქვეითება აქ მხოლოდ ერთი ნაწილია. ემატება ვაგინალური სიმშრალე, რაც აქც ფიზიკურად არაკომფორტულს ხდის. კანი კარგავს ელასტიურობას და, რა თქმა უნდა, ცნობილი ალები. ეს არის ტვინის რეაქცია. თავის ტვინში, ჰიპოთალამუსში, არის თერმორეგულაციის ცენტრი, რომელიც ესტროგენზეა დამოკიდებული. და როცა ესტროგენი აღარ არის? ეს ცენტრი იბნევა. ის სხეულს უგზავნეს მცდარ სიგნალს, რომ ძალიან ცხელა. საპასუხოდ, სხეული ცდილობს გაგრილებას. ფართოვდება სისხლძარღვები და იწყება ოფლიანობა. გასაგებია. და გვეხებით ძალიან მნიშვნელოვან თემას. ადრე ხომ იყო დამოკიდებულება, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ქალმა უნდა მოითმინოს. კი, საბედნიეროდ ეს დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა. შენი წყაროები ამბობენ, რომ თანამედროვე მედიცინის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა. საუბარია ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე, ანუ HRT-ზე. დიახ, და შეიცვალა არაუბრალოდ მიდგომა, არამედ მთელი ფილოსოფია. ძველი პროტოკოლით HRT ინიშნებოდა მხოლოდ მაშინ, როცა ქალს უკვე ჰქონდა მწვავე სიმპტომები. ეს იყო, როგორც თქვა, ხანძრის ჩაქრობა. და ახლა ახალი რეკომენდაციით თერაპია ინიშნება პრევენციის მიზნითაც, თუნდაც ქალს ჯერ არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს მენოპაუზის დადგომისთანავე. ანუ საუბარია არა მხოლოდ დღევანდელი დისკომფორტის მოხსნაზე, არამედ მომავალი, უფრო სერიოზული პრობლემებისგან თავის დაცვაზე. ზუსტად, ესტროგენის დეფიციტი ზრდის ოსტეოპოროზის, ანუ ძვევლის სიმყიფის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის რისკს. HRT ამ ყველა რისკს ამცირებს. გასაგებია, საუბარია ცხოვრების ხარისხზეც და ხანგრძლივობაზეც. დიახ? მაგრამ ბევრს დღემდე აქვს შიში ამ თერაპიის მიმართ. აი ძველი კვლევები, კიბოს რისკები, ალცჰაიმერი. შენს წყაროებში ამაზეც არის პასუხი. ის კვლევები, რომლებმაც ეს შიშები დანერგა, ჩატარდა არასწორად შერჩეულ ასაკობრივ ჯგუფზე. ანუ ქალებზე, რომლებიც უკვე 10-15 წელი იყვნენ მენოპაუზაში. თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ თუ თერაპია იწყება დროულად, რისკები მინიმალურია. ერთადერთი მთავარი უკუჩვენება სარძვევი ჯირკვის კიბოს პირადი ანამნეზია. და მათთვის ვისაც უკუჩვენება აქვს. მათთვისაც არის გამოსავალი.
წყაროებში ნახსენები ახალი არაჰორმონალური პრეპარატი, რომელიც პირდაპირ ტვინში თერმორეგულაციის ცენტრზე მოქმედებს და ძალიან ეფექტურად ებრძვის ალებს. ესე იგი, დღეს ქალს აღარ უწევს არჩევანის გაკეთება მოთმენასა და რისკს შორის. ნამდვილად აღარ. კარგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ სურვილზე. რა ხდება მაშინ, როცა სურვილი არის, მაგრამ ფიზიკური ბარიერი ჩნდება? ვგულისხმობ ტკივილს სექსუალური აქტის დროს. ეს კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი თემაა და აქაც მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. დავიწყოთ ფსიქოლოგიურით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოსომატური მდგომარეობაა ვაგინიზმი. ეს არის, როდესაც შიშის ან წარსული ტრაუმის გამო საშოს კუნთები უნებურად რეფლექსურად იკუმშება. ანუ სხეული თავს იცავს საფრთხესგან, რომელიც შეიძლება მხოლოდ წარმოსახვითი იყოს. ზუსტად. ეს არ არის ქალის შეგნებული გადაწყვეტილება, ეს არის სხეულის თავდაცვითი რეაქცია. და ამას გამოსავალი აქვს. რა თქმა უნდა, წყაროების მიხედვით ეს მდგომარეობა ფსიქოთერაპიით და სექსოთერაპიით წარმატებით იკურნება. მთავარია ქალმა გააცნობიეროს, რომ ეს მისი ბრალი არ არის. და ფიზიკური მიზეზები. აქ სპექტრი ძალიან ფართოა, მაგალითად ინფექციები. ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ვაგინოზია, ანუ საშოს მიკროფლორის ბალანსის დარღვევა. კიდევ. ენდომეტრიოზი, განსაკუთრებით მისი ღრმა ფორმები. ან ოპერაციის, მაგალითად საკეისრო კვეთის შემდგომი შეხორცებები. იშვიათად მიზეზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ანატომიური ანომალიაც კი. ანუ მიზეზი ყოველთვის არსებობს და მისი პოვნა შესაძლებელია. დიახ, მთავარი გზავნილი, რომელიც შენი მასალებიდან მოდის, არის ის, რომ ტკივილი არ არის ნორმა. ტკივილი არის სიგნალი. და ამ სიგნალის იგნორირება არ შეიძლება. მაშასე, ჩვენ ვიმოგზაურეთ ამ რთულ რუკაზე, ტვინის ხიმიიდან დაწყებული ჰორმონების ყოველთვიური ცეკვით დამთავრებული. რისი თქმა შეგვიძლია დასკვნის სახით? მთავარი დასკვნა ალბათ ის არის, რომ ქალის სექსუალობა არ არის ერთი ღილაკი. ეს არის მუდმივად ცვალებადი დინამიური სისტემა. რომელიც რეაგირებს ყველაფერზე. კი, შინაგან ბიოლოგიურ რიტმებზე, ემოციურ ფონზე, პარტნიორთან ურთიერთობაზე და იცი რა არის ყველაზე საინტერესო. შენი სხეულის ბიოლოგიის ცოდნა გაძლევს ძალას. ანუ ცოდნა აქცევს უხილავს ხილულად. ზუსტად. და ეს ცვლის ყველაფერს. ბრალდებას ანაცვლებს გაგებით, ხოლო უიმედობას გადაჭრის გზების ძიებით. და ბოლოს ერთი აზრი, რომელზეც დაფიქრება ღირს. შენს წყაროებში ბოლოსკენ საუბარი იყო ინტიმურ პლასტიკაზე და G-წერტილის აუგმენტაციაზე, ანუ მის გადიდებაზე მგრძნობელობის გასაძლიერებლად. ეს კი უფრო დიდ კითხვას ბადებს, რომელზეც შეგიძლია დაფიქრდე. სამყაროში, რომელიც ასე ღრმად არის ფოკუსირებული ჰორმონებსა და ფსიქოლოგიაზე, სექსუალური კმაყოფილების რა ნაწილი რჩება წმინდა ანატომიის ამარა და სად გადის ზღვარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სიამოვნების ხელოვნურად კონსტრუირებას შორის.